ესეთი საშინელი არადიპლომატიური ვნებიანი პასკვილური ენით დაწერილი რეზოლუცია არ მახსოვს 3 პუნქტი აქვს სიგიჟე მიშას მოხსენება დავიწყოთ რომ ჩარჩა აი რაღაცა რომ ჩარჩება ხო იცი ბუზი რო გახმება ფანჯარასთან შარშანდელი ბუზი და აი გამხმარი რო გდია და ამოღების სურვილიც კი არა გაქვს ასე უგდიათ ეს ტიპი მე გმობს იმიტომ რომ უფლებამოსილება შეუწყვიტეთ და სხვა გზა არ ქონდა უნდა შეგვეწყვიტა უფლებამოსილება თვითონ მოითხოვეს და იმიტომ დეპუტატებს გულისხმობ ხო აი ეს ორი თემა არის და ნუ რა თქმა უნდა ჩემთვის ყველაზე დიდი დებილობა იმის გარდა რომ რაღაც არჩევნებს ითხოვენ და ასე შემდეგ არის რომ ელაპარაკებიან როგორც ლეგიტიმურს ისე აი ამ კუდიან დედაბერს სალონეს აი ეს თუნდაც ეს 3 ამბავი მათ აბსოლუტურ სიგიჟეზე და მარაზმზე მიუთითებს და შეუძლათ გაიკეთონ ეს რეზოლუცია წვრილად ან მსხვილად დაახვიონ და გაიკეთონ ერთად იყოს აი ეს არის ჩემი განცხადება ხო აი ეს პირველი რეზოლუცია ხო არა ჩვენ გვინახავს მანამდე სიგიჟეებიც მსგავს რეზოლუციებში სადაც კეზერაშვილი იყო მედია პერსონა და ქვეყანაში პოლიტიკური დევნილი სადაც გვარამია იყო დემოკრატიის შუქურა მიშა იყო დემოკრატიული აღშენებლობის არქიტექტორი და ამის პარალელურად ბიზნესმენშულზე ითხოვდნენ დასანქციებას ეს ხوارგის გაგრძელება უბრალოდ ახლა ჩავიდნენ ეს მართლა უკვე ყველანაირად გაცხადებული აგენტები და ეგ ფოტოებს ყურეთ სარიელ დარბაზში რომ კითხულობდნენ განცხადებას გვარამია ჯაფარიძე იმას აჯდომი გადატენა იქიდან ალბათ გაისროლა 1-2 წყულკალიბრიანი ხო და ნუ აი რაც მოახერხეს ეგ აპროსა როგორც წინა რეზოლუცია გამოიღო შედეგი ეგეთ შედეგს გამოიღებს ხა ეს რეზოლუცია აი რაში უნდა გვადარდებდეს საერთოდ განხილვის საგანიც არ უნდა იყოს მე თუ მკითხავ რა ისე მართლა კი მივახციეთ იმ ეტაპს რომ განხილვის საგანი